გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვითამაშებთ ბაიკალის რუკაზე 55-კაციან open mode-ის თამაშს. ამ რუკაზე არ მაქვს თამაშები, YouTube-ზე დარწმუნებული ვარ, თუმცა ასევე პირად ცხოვრებაში არც მოგებული არ მაქვს ამ რუკაზე, ამიტომ ნახოთ როგორ წავალ ყველაფერი. ასევე ეს ორმაგი ორმხრივი ვიდეო არის, Minecraft-თან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი announcement-ი და ასევე თხოვნა მაქვს თქვენთან, როდესაც თამაში დამშვიდება შუისკენ. მაგაზე ვილაპარაკებ, ხოლო თუ არ დამშვიდება, ვიდეოს ბოლოში იქნება, აქედან გამომდინარე, ბოლომდე უყურეთ, გთხოვთ. ეს ტერიტორია მოდი აქეთ წამოვიდეთ, იმედი გქონდეს რომ ბანძი მეზობელი ვიყოლებ, იმიტომ რომ ეს წვანე კუნძული რადგან არის. უფრო მეტი ადამიანი ჩდება ხოლმე და აქ არავის არ უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მთა არის. და იმედი მაქვს რომ აქ უფასობოტებს მოკლა და მე ნელ-ნელა შედარებით სუსტ მეზობლებს დავჩაგრავ და იმედია მე არ ვიქნები ეგ სუსტი მეზობელი, რომელიც დაიჩაგრება. დავალდოთ, მალე დაიწყება თამაში. ჩემს კარგ პოზიციაზე ვიწყებთ. ბევრი მწვანე რელიეფი არის, სადაც მარტივი არის ლაშქრობა. ჩანჩური ნიშანი არის, ოკეი. იდეალური ქალაქს აგვიშენებს, მალე და შეგვიძლია რომ დავიპყროთ, ძალიან ბევრი ბოტი არის ჩვენ გარშემო და ანექსაციის პერსპექტივებიც არის. ვინც არიცით, ანექსაცია არის, როდესაც ქვეყნის გარშემო მთელ საზღვარს გარშემო უტყავდა, ეგრევე ყლაპავდა, არ გიწევს ლაშქრობაში დროის ხარჯვა და ასევე ჯარისკაცების დახარჯვა, იმიტომ რომ ეგრევე ყდება და შენიხდება და ფულს გავს. ტერიტორიაც და მიწი ბანდაც. დავალდოთ ცოტა ხანი, არ გვინდა ძალიან სიჩქარე. და ვუყუროთ რომელი ქვეყნის ანექსაცია არის ჭკვიანური, ეს ტრაიბი არის, ტრაიბი, მოდი ჩამოვიდეთ და Thai supremacy-ის ანექსაცია შეგვიძლია. ამის მოგლე ჯვაშეულია თუ წყალთან არ ჩავედი. წყალთან ჩავედი, უკვე კარგი არის. ოკეი, უსაფრთხოდ ვართ მეტნაკლებად, თუმცა წყალთან მივიდეთ თვითონაც და ანექსაციის პერსპექტივა აღარ გვაქვს. შეგვიძლია მოდი ამას შევუტიოთ, უკვე ძალიან ბევრი ჯარისკაცი ყავს, თრუფები ქვია რა რეალურად. ბევრი ჯარისკაცი ყავს და დროს ხარჯავს ტყუილა არაფერში. ზემოთავიდეთ, მოდი ზემოთავიდეთ კიდევ და ერთი ბოტის მოკლის შემდეგ ერთი ტრაიბი ქართულად ახსოვს. ეს ტრაიბის შემდეგ პირველი ქალაქის აშენება შეგვეძლება, ავაშენოთ ჩვენი პირველი ქალაქი, ავიდეთ აქეთ და ანექსაციაც შეგვეძლება, თუმცა ძალიან მცირე ტერიტორიასაც ნახე. ერთით მეტი ბოტი არის რეალურად. მაგრამ მაინც რა, ეხა უკეთეს გინდოდა. Karen Guild-თან შევიდეთ, მოდი ეხა ჩვენ, ამას დავაკლიკოთ რომ ანექსაცია მოხდეს. ნახე, ეგრევე ჩავყლაპეთ. და მოდი ჩამოვიდეთ. გასრულად, ესე და ესე. აქეთ ამას დაუმეგობრდეთ, მოდი ჩვენ, ჩანჩურის ჩვენი შემდეგი მსხვერპლი იქნება, აქეთ წავიდეთ. ეს პატარა არის და მოდი ეგრევე მოვკლათ და ანექსაცია შეგვიძლია უკვე ასევე ბუტანურ პატრიარქატისაც. რაც ნიშნავს რომ ორი ანექსაცია უკვე საკმაოდ კარგი არის თამაშის დასაწყისისთვის. ზედმეტად ესე ეს ვინ არის დიზელი, მოდი დიზელი მეგობრად. ზედმეტად თავხელაღებული ვუტევ ამ ბოტებს, თუმცა მე ვფიქრობ რომ მაგის თავისუფლება და ფუფუნება გვაქვს. ქალაქები და ქარხნების აშენების პერსპექტივა არ არის რა ძალიან მაშინებს. მინდა რომ აქ ჩავიდე და ნიკოს მეგობრო რომ ქარხნები ავაშენოთ. ქარხნები ავაშენოთ. Wilderness-ი, ესა Turkic Wilderness-ი. ჩანჩური ძალიან ძლიერი, ზოგ მოთამაშეზე უფრო ძლიერი არის ეს NPC ბოტი. ძალიან მაშინებს. ოკეი, ბოტების სკილები გვაქვს საკმაოდ აქტიურად, მოდი კიდევ ერთი ქალაქი ავაშენოთ. დიმი მეგობრებთან ამასთან. კიდევ ერთი ქალაქი ავაშენოთ. ამას ერთი ქალაქი აქვს რეალურად, მოდი. ანუ ჩანჩური უფრო ძლიერია. საქმეზე რომ მიდგება. ვიდრე ეს ნამდვილი ადამიანი. მოდი ვუთხოთ თქვენ ჩავიდეს, აბა, თუ დაგვიჯერებს. ბოტები არ ვიცი ემორჩილებიან თუ არა. მაშინ თაგე. ორი ქალაქია, გამწორი ქალაქი. იზალთან მეგობრად. და შეფერხებულები ვართ, იმიტომ რომ ნიკოს არ ვიცი როგორ, ოკეი, ჩანჩური შეტავის დრო არის, იმიტომ რომ სხვა შეუტია და ჯარისკაცები დააკლდა საგრძნობლად. შეიძლება რომ უფასოდ დავითრევთ ამ იმებს, ეს ვინ არის? ესეც ნეიშენი არის, ანუ ძალიან ბევრი ცოცხალი ტყუილა ცოცხლად დატოვებული ქვეყნები არის, ქვეყნები რა, ბოტები. NPC-ები უბრალოდ. კარლო მანსბრო მგონი წინა თამაში იყო, რომელიც წავაგე და ქეგამდე რომ ვერ ნახავთ მაგ თამაშს. ოღონდ ცუდად წავაგე, უსიამოვნოდ. შევდიოთ კარლო მანზოს, კილი ჩვენ ავიღეთ, რაც ძალიან კარგი არის, ეს ვინ არის? არც ერთი არ მევასებით და რა გიყოთ, მაგაზე რა სიტყვით, მაგაზე ხართ. ოკეი, ირკუტსკი მოღალატე, მოდი და კაი, შენ დაგიმეგობრდები, მოდი მე. და ირკუტსკთან ჩავიდეთ. იმიტომ რომ მოღალატე არის და შემიაზე ძალიან ჩქარა მოკლათ.
რისი აშენება შეგვიძლია უბრალოდ რისი, ну ხო, ფულის დახარჯვა შეგვიძლია, იმიტომ რომ საკმაოდ ფული არ გვაქვს არაფერში. ნიკო, ვიღაცა გვიტევს, ვიღაცა ძალიან მოდი შენთან არა, ეს ცუდი იყო. ლაუნი გავუგზავნოთ, შუათითი გავუგზავნოთ უბრალოდ, ამას მოვკლავთ. და ოკეი. ამის სისულელის გამო ახლა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია დავკარგეთ რეალურად. აქ რა ხდება, ეს ვისი არის? ამისი არის, რომელსაც მალევე მოვკლავთ. ესეც, ну, შემდეგი ერთ-ერთი მსხვერპლი არის ეს ტომსი ან დადის ლივ ტაპერი. ტეირო ეს რო არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ძალიან კაი ტომსკი. შემდეგი შენ ხარ. აქ დიფენს პოსტი დავდოთ, აქაც დიფენს პოსტი დავდოთ, რომ ამას არაფერი არ მოუნდეს. ძალიან ინახავს ჭკვიანურად, თუმცა ჩემთვის არც თუ ისე სარგებლიანა და ეს ვინ არის? ზელი. ეს თან მეგობრდება უფრო ძლიერად შეუტევ ამას ტომსის. ოკეი, არ მაქვს მაგის ფუფუნება, იმიტომ რომ შმიალი უტევს. ეს ქალაქი მე მინდა. და ეხლა იყო მერთვაი ესეთი ან თამაში ზოგჯერ ისე აი დებილი. ოღონდ ესე დებილი მოთამაშეები არის, რა ანუ ალიანს აპირებენ, მაგრამ ელოდებიან 10000 წელი რომ შენ ვერაფერი ვერ გააკეთო და ეს ეკავი და მე აი რა მიზანი იყო ეხლა ამას 400 წელი რო დაჭირდა, ანუ არ უყურებდა ეკრანს თუ აი რას აკეთებდა ვაფშე. ეს ვინ არის? ანიკოს ნახონდის. ეზე ვიყრე ჯავრს. სხვა მოთამაშეები არიან ისინი თუ რა არის? მოკვდი რა. რატო ვერ ვუტევ? აი ხა მეوارდებილი. ეს არის პანიკოსი. საიდან ჩამოვიდა? დავალოთ რა ორი ქალაქი აქვს, მე 9 ქალაქი. უბრალოდ ცოტა ხანი დავალოთ. BFB frequency. აი ხა მე ვიყავი ის დამნაშავე, რომელიც დიდი ხანი ელოდებოდა ალიანსს, მაგრამ ნუ იდეაში არ მგონია რომ ამ პრობლემა შემექნა. BFB ბატონი BF-ისთვის ჩვენ. და friend or full send, okay, მე დაგა full send-ებ ძალიან ახლა მომავალში შენ ხა შემოკიტევ ეგრევე. განადგურდე საბოლოოდ. და გამეცალო აქედან. აქ როგორ ავიდე ეგ არის საკითხავი. worship-ის ფულები აქ. აი ხა მე მეგობრე მოდი. What the fuck? დამელი ალიანს და ეხა პორტები ამახია. ოკეი, ძალიან მაგიძინებს ეს არსება. ახ. ანიკოსი როგორც კი პოზიციას მოიპოვე, ეგრევე გადაგივლი ვაიმე. ეს თან მინდა ეხა შემთხვევაში. სხვა გაფართოების ორივე პორტი ამახია, იმიტომ რომ პარაზიტი ვირთხა არის. აი მოდი აჯანდებს. საშვება. ოკეი, ამასთან ჩავიდეთ, არ არის პრობლემა. რეგიმ მსხვერპლი. ეს რა კონსოლები არის? შემდეგი ალიანსები. ეს ამასთან აღარ მეგობროთ, რამდენი ის აქვს? 6. მე ფიქრობდი რომ არ შევდი. სხვა გზა არ არის და მიდიზელსაც მე შემდეგიც მოკლავ. ვერა. იმიტომ რომ გაფართოების არანაირი სხვა პერსპექტივა არ გაქვს ჩვენ და ძალიან ესეთი მოდი დამეგო. დაგვა full send და დიალოგი. მოკვდე მაგრამ თქო. ძალიან მოკლავს. ეს ხო ჩემი არის, ძალიან კარგი პორტი დავდოთ აქ. worship-ები გავუშვათ. კი, პორტი აშენდება. 1 3 ეს ვინ არის ლოლი ვიღაცა შედაო რომელსაც შემდეგს მოკლავთ ჩვენ ახში რა არის ვინ არის მიალი ეს ვინ არის დიზელი ეს ვინ არის ეს პატარა ვერა ძმაო იმიტომ რომ შემდეგი მსხვერპლი შენ უნდა იყო ამასთან საზღვრები მაქვს ვაფშე მე ვინ ვარ პანიკოსთან მეგობრობ საზღვრები არ მაქვს ამასთან შემიძლია ჩავიდე იმდენი აქ პანიკოსი კოდება რა ძალიან კარგი არის სტურენ სად არსებობს კიდე ჩავიდე ირკუტსკს აქვს ორი ქალაქი აქვს რომელიც ახლა მე დავიწყარი ამიტომ შმიალი ვერ შევუტევთ შმიალს ნიკო არის ჩვენი შემდეგი მსხვერპლი
4 ქალაქი აქვს და მთელი თამაში არის ძალიან სუსტია და მაღიზიანებს სერიოზულად. ნიკოსი უცვლელი მოკლათ. ნიკოს შევუტევთ ეგრევე მაქსიმალურად. ვინ? ოკეი. ეს რა ხდება ჩემთან? ნუ მე არ წუწუნებ, იმიტომ რომ ორმა ადამიანმა მიწა მაჩუკა თავიდან ბოლომდე. სრულიად უფასოდ. გაიხარეთ. ატერება მოდი მეგობროთ, შენ ძლიერი ადამიანი ხარ. და ასევე არ შეგიძლია ჩემი მოკლა, რაც ძალიან უცნაურად მიმაჩნია, რომ ალიანს არ მიახლებ. ოკეი. დიახ, შენ თქო ჩვენ საილო და უთხრათ, რომ დაგბომბავ, თუ არ იმას ლოლოლე შადო, არა. დადი little data. ხო და მე მეგობრებიჭ. ფიში რა შევა? დამარწმუნა. და მოდი აი ამას შევუდივთ. აი რა არის რა არის ღმერთო ჩემო მივალაშქრეთ რაც კი იყო. ოკეი, ეხლა უკვე გართობაში ეს ვინ არის? აუ. ამ გართობებში სერიოზული პრობლემები შეგვექნება, იმიტომ რომ ანუ იქითა ტერიტორიას ვაფშე არ ვაქცევთ ყურადღებას და ამას ვინანებთ ახლა ვინ არის? რამენერად უნდა ამოვყოთ ჩვენ თავი ეხლა აი ამ ნაწილში ჩვენი ტერიტორიის ეს worship-ები მტრების არიან. აქ რა ხდება? ჩემზე ადრე იფიქრა და პორტი როგორც გაშენდება ეგრევე ჩამოვგდებ. ოკეი, worship-ი. გადავჭით. რა? სკი. BFB-თან უნდა მივიდე მე არ ვიცი, ნერი არ არის აქ მუღამი გაფართოების შმიალს უნდა ალიანსი შორ მიტოქონდრია იყავი ჩემი. ამინდა მადლობა. ამადი ეს სავაჭრო ისინი ოქონდ მისჭერი არავინ არ შემოდი ჩვენ ტერიტორიაზე როგორც იცი გეთავშენ და როგორც კი აკავთ ეგრევე მოკლათ BFB-ს, იმიტომ რომ ტერიტორია ცოტა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი, უნდა დავაცენტრალიზიროთ ჩვენი პოზიცია. Get this little data anyway. Results ჯერჯერო. ბალატარას არ გიშველი, ვინ არის? ზინი. არ არის სამწუხაროდ 7 ეს თამაში აქედან ვერ ვლაპარაკო ვერაფერზე. აი ეს ძალიან დიდი შესამა დაუშვა ამან. ოკეი, ეგ არის. კატასტროფული შესამა დაუშვა. იმიტომ რომ მეგობრები არ ყავს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ეხა იმის კვალობაზე რომ მოიცა ეს ეხა ბომბით უნდა აუფეთქო ისამე რომ ტრანსპორტი ვერ მოახდინოს და ასევე worship-ები დადე შემიჭირიმი. ეხოცები. ოკეი. ეტერი უნდა მოკლათ ჩემი აზრით და მე ეს რა ქვია ფიჩისთან ერთად ვიმეგობროთ და რეალურად მიტოქონდრიაც ყავს რამე. დიზელი მოკვდა, ეს რა შევა შენც უნდა მოკვდე მეგობარო ბოდიში, იმედია ვერ მოასწრებ ჩემი იმები ჩამოგდებას და უნდა მოკვდე, იმიტომ რომ არ მჭირდება არაფერში, ოკეი. აი, და ჩვენი ფიში იქნება ჩვენი ტრეიდ პარტნიორი რეალურად და უთხრათ რომ ხილად იყოს და ამას არ ყავს პარტნიორი, ამას მოუკლავთ ჩვენ ძალიან მალე. და მარტო იქნება და ვარ შემშევთ უბრალოდ. ჩვენ ეს უბრალოდ ფულში უნდა ვაჯავოთ. ახლა კრიტმის აქ რა თქმა უნდა ფული, საკმარისი რომ აბომბოს. რაც ნიშნავს რომ ჯერ მოდი აგრესიულად არ ვეთამაშოთ. გადავამოწმოთ ტერიტორიები ხო არა, ეს BFB რა, კაი. worship. და ტეიტერი როგორც კი ერთ წუთი გავა უნდა ერთი worship-ი. ვიღაცა ბომბავს. ოკეი, ტატერს ბომბავენ. საფრთხე უთხრათ. სად არის საფრთხე?
ანუ ჩვენი ახლა უპირატესობა ის არის რომ ეს არის მარტო არავისთან არ ვაჭრობს და ჩვენ ანუ მიტოქონდრია ყავს ფაქტობრივად რა მიტოქონდრია არის შენ ტერიტორიაში რო და ეს არის ყველაზე კარგი ტიპი ეს ჩვენ ტერიტორიაში შიგნით რო არის იმიტომ რომ ვერ გვიღალატებს ფიში შეიძლება გვიღალატოს ამან თუ დაგბომბა ძალიან სერიოზულად ორშიპები დადე მეგობარო ხუთია და ხუთიაკ და რვიანებით ახლა უნდა ბუმ არა ძალიან ისახარა ქვია მეგობარო შენ ჩვენი სუსტი წერტილი ხარ და არ მომწონს ეგ ფაქტი აქ რამე უნდა გაგანადგურო მოვატია 3 2 ძალიან დიდი ხანი შევფერხდით ახლა და იმედია ამ ქაოსში რა? რატომ იღალატა? ცნაური ძალიან ვინ ბომბავს ოჩ? თქვენი უკვე დავიბომბე და იქ შემდეგი ბომბების კაი. პულსენ და ეხა შეგვიძლია უფრო თავისუფლად დავიწყოთ ისა და იმედია ეს მეგობარი AFK არ არის, იმიტომ ჩვენ ახლა ფული გვინდა ძალიან ბევრი. რეალურად ამას შეუძლია რომ დაგბომბოს და გადაგვიაროს. თუმცა უნდა გავასუფთავოთ ყველა მინიმალური აი ესეთი ადგილი, სადაც ალია იმას რა ქვია შეუძლია რომ ცოტ შეუძლია რომ ბოუთი გამოუშვას რადგან უი მალე შენდი შმიალ ეკოსთან არის ოკეი და უნდა ჩვენი ისინი ყველა ვარიანტში გავასუფთავოთ. ვინმე არა ეხა იქნება ძალიან დაძაბული თამაში. მიუხედავად იმისა რომ 7-დან არის ყველაფერი. რთული გასაწყვეტი არის აქ რა მოხდება. ორიოს ბევრი ფული გვაქვს. და ჭკვიანად იქცევა. დავარენივოთ, არ არის პრობლემა და ეხა მე მინდა რომ ყველა იმაზე პორტები ავაშენო რომ ვერ ამიფეთქოს იკული ინფრასტრუქტურა. Mervi to install real Kunde me jamás. Moves am ტერიტორიიდან რომ საერთოდ აღარ იარსებოს. Okay, ძალიან კარგი. და ეხლა შეგვიძლია რომ უფრო ის გავაგზავნოთ აქ ბოთი არ არის პრობლემა. Newtland-ი სად არის? ეს არის Newtland-ი, okay. ჭკვიანად იქცევა, იმიტომ რომ ჩემ ტერიტორიაზე არ შეუულია იმის გამოგზავნა. ნავის, მაგრამ Newtland-ზე შეუულია. ანუ დაბომბილ ადგილზე რა და ანუ თუ ძალიან მცირედით იმას ქენი. ძალიან მცირედით თუ პატარა ჩამოკაჩე. აი მოდი ამის გარშემო მოვშენთ ახლა ჩვენ ქალაქები. ესე ჩვენი ნეტვორკი ძალიან დიდი ხანია დავიკიდეთ. მიუხედავად იმისა რომ მორბის ქვემოთ არის ჩვენი ფულის რაოდენობა არ მგონია რომ რამე პრობლემას წარმოადგენს ეგ და ცოტა შევინარჩუნოთ ამდენი ადამიანი არსებობს რეალურად თამაში
ვაიმე. ამასთან შეგვიძლია ძალიან მცირე ნავი გავაგზავნოთ. მცირეს. თუ ვერ დაინახა დანძრეული აქ. და ექსპლოიტირებადი სიტუაცია არის ეგ. აი ნავების გაგზავნა და რაღაცეები რა, იმაზე რა ქვია. ეხლა ქალაქებს იმიტომ ვაშენებ მე რომ სტრუქტურას რო გიფეთქებს. უკვე ალიანსი ირღვევა რა, ანუ მოღალატე ხდება და ეგ უკვე პრობლემა არის. გულია თომა ძალიან ცოტა გოგდა შმიელი რა შეება ეს ჩვენი მეგობარი. ვაიმე რა გავაკეთე ეს ძალიან კრიტიკული შეცდომა დაუშვი ახლა მე. ფული აღარ მაქვს იმ ბომბის, ოკეი. ამას დაყოფა. ანუ ეს ახლა იქნება ძალიან დაძაბული თამაში, იმიტომ რომ მე ყურადღებას ვერ გავფანტავ. ნუ მოდი ესე ვუთვალთვალო და ჩვენ დაველოდოთ ფულს რო ვიშოვით, იმიტომ რომ მე ეჭვმაქ რა ჩვენი მიტოქონდრია უფრო ჯანზე არის ვიდრე იმის. ისე მოვაშენებთ. ოკეი, სემები როგორ არიან? ორ წამი და გეტყვით. ოკეი, ორივე ძალიან მარტივად დაბომბადები ვართ რა. ოკეი, მთავარი ის არის რომ ჩვენ კონტინენტის ჩვენ მხარეს არ აქვს ტერიტორია საერთოდ. მე არ ვიცი ჩვენ როგორ გადავალთ იმის ტერიტორიაზე. ეგ ცალკე საკითხავია. მაგრამ ნუ რამე მოფიქრებადი არის რა, ეს იქნება რეალურად ჩემს უნდა ვაჭრობა შევწუდოთ ამ ადამიანთან, შმიელს ალიანსი უნდა. ამას მეგობრები არ ყავს, ეგ არის მნიშვნელოვანი რამ. არავის არ ევაჭრება. ანუ გაჭედილი არის ამ რაოდენობაზე ფულის და როგორც კი მაგ ფულს დახარჯავს, ეგ იქნება მისი ბოლო ფული. და უბრალოდ worship-ების ფულს აღარ იქნება. ფული. ტაუტოლოგია. ჩემს უნდა დაველოდოთ ეხლა და სანამ ველოდებით, მანამდე ვუყუროთ რომ არანაირი ვირთხანავი არ გამოგზავნოს. მანამდე მოკლედ ორენიოთ. ეს რამე იმიტომ ვიღებ რომ Minecraft-ს update-ს ვაკეთებდი. Minecraft-ს update მიდის ძალიან კარგად. კმაყოფილი ვარ, დეველოპერთან ერთად მუშაობ, ძალიან ნიჭიერი და ჯიგარი ტიპი არის. და კმაყოფილი ვარ რა პროგრესიც გვაქვს, თუმცა რამდენიმე დღეში ჩვენი ჰოსტის ვადაგასტის და არის საფრთხე რომ სერვერი სამუდამოდ წაიშალოს. ეს სერვერი გვაქვს უკვე რაღაც 7 თვე არის. და ისე ცუდ დროს მოუწია რომ ბიუჯეტი მაქვს 0. აქედან გამომდინარე, ჩემი ერთ-ერთი გამოსავალი ის მოვიფიქრე რომ მოდი ალიანსი აღარ გვინდა. მე აზრით ალიანს ჯობია რომ ანუ უბრალოდ არ ვემეგობროთ და worship-ებით ფული დავახარჯინოთ რა. როჭკიანური იქნება, იმიტომ რომ ტრეიდი არ აქვს საერთოდ. ეს ადამიანი ეს შმიალი არის, ჩათვალე MVP ჩვენი თამაშის. მოკლედ ვისაც სრული და შესაძლებლობა გააქვს რომ დაგვეხმაროთ ამ ბიუჯეტის დაფარვაში, კისას ლინკი იქნება FK გავიდა. idеალური, მოვიგეთ თამაში. ეხლა რა თქმა უნდა მოვიგოთ ეს თამაში უნდა დავასრულოთ, აქედან გამომდინარე მე არ გავჩერდები სანამ არ 90% არ ვართ და ნუ არ გამოჩნდება ეკრანზე რომ გამომოჯდა. ცოტა უცნაური გამოჯება იყო, თუმცა თქვენ ახლა იტყვით რომ AFK გავიდა, კარაქ არ ითვლება ეს თამაში, მაგრამ რეალურად AFK იმიტომ გავიდა, რომ იცოდა რომ საბოლოო ჯამში მოუგებდი, იმიტომ რომ ვაჭრობის პარტნიორები რადგან არ ყავდა. ბოლოს ამ $45 მილიონ ნელ-ნელა ჩამოაკლებდი. და საბოლოო ჯამში ანუ დარჩებოდა შიერი და მერე უკვე worship-ის ფულის და ბომბის ფულიც აღარ იქნებოდა და ბოლოს მოკავდი რა. ნუ ეხლა მოდი ეს ჩვენი worship-ები როგორ უნდა აი წადი აქეთ worship-ები მაღიზიანებენ, იმიტომ რომ არ მიდიან იქ სადაც მე მინდა წავიდნენ. წადით აქეთ იქ და შეგვიძლია ბოუთი გავუშვათ. აი აგერ მოდი აქ გავუშვათ ბოუთი. ესე მოდით აქეთ თქვენს და ბოუთს გავუშვებ და თამაში მოგებულად ჩაითვლება, როდესაც ჩვენ ეკრანზე გამოჩნდეთ. ხო და ხვალ უკვე დღეს ამ ვიდეოს ვთავდებ, ასევე გავსტრიმავ ამ თამაშს.
ვითამაშებ ცალკეც და ასევე შეგვეძლება რომ ლობი გავხსნათ ჩვენი custom-ი თუ საკმარისები ვიქნებით YouTube-ზე გავსწრებო. და შეგვიძლია ერთად ვითამაშოთ, ასევე ლობის ფუნქციები აქვს საინტერესო, რომ აი host-ს უსასრულო ფული აქვს და შეუძლია აჩუქოს სხვებს ფული ან რაღაც დაბომბოს და challenge-ები შეგვიძლია მოვაწყოთ, რომ ეს დავატრიალოთ ბორბალი და რაღაცები და უფრო სახალისო იქნება თქვენთან ერთად ვითამაშოთ. ერთი მინდა რომ იმენა ვითამაშოთ. ანუ ჩარევის გარეშე რა, ანუ მე ვაფშე სპექტატორი ვიქნები, თქვენ გიყურებთ. მაგრამ ერთი სახალისოც შეგვიძლია გქონდეს და ნუ მოკლედ რამენაირად ავაგროვოთ ამ Minecraft-ის გადასარჩენად საჭირო. ოღონდ ნულიზე წოლით. ვისაც უბრალოდ თამაში გაინტერესებთ და ასევე სურვილი გაქვთ, რომ ესე რაღაც უფრო საინტერესო სერვერი იხილოთ და ითამაშოთ, შეგიძლიათ გაიმეტოთ რამდენიც გინდათ და რა თქმა უნდა პრიზებით დაჯილდოებით. ეხლა მოდი მოვჩები მე Yapings, ლინკები ყველაფერს description-ში იქნება და უკვე ჩვენი ფეხი დავდგათ აღმოსავლეთ კუნძულზე, ნახევარ კუნძულზე თუ რა ჯანდაბაც არის და შეგვიძლია რომ უკვე ოფიციალურად დავიპყროთ მისი ტერიტორია. გადავუშვათ ნავები, ჩვენი არის მთლიანი პენინსულა, ნახევარკუნძული. ბაიკალი ჩვენია. საქართველო მეგობრებო ფართოვდება და ფართოვდება. დავით აღმაშენებელი ვინ არის ჩემთან შედარებით. გამარჯობა, ჩვენ გავიმარჯვეთ. იმედია მოგეწონათ ცოტა ეს მოსტენი დასასრული ქონდა, მაგრამ დაუმსახურებელი არ იყო, იმიტომ რომ პოზიცია უკეთესი გქონდა უბრალოდ და ანუ ჩათვალე ჭადრქშიო არ ეზაინებს ტიპი, იმიტომ რომ ეზარება თამაში დაახლოებით იგივე იყო. იმედია მოგეწონათ, იმედია კარგი დრო ატარეთ, ცოტა დიდხნიანი გამოვიდა, მაგრამ დალაიქეთ, გამოიწერეთ, ძალიან მეხმარა мотивაციას მადლობს და რაც უკვე ვთქვი, ეგ დაიმახსოვრეთ და გელდებით ხვალ ლაივში და ასევე